მოგესალმებით. ჩვენი საგამოძიებო კომისია დღეს მართავს თავის ბოლოს ხდომას. ჩვენი კომისია შეიქმნა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე 5 თებერვალს მიმდინარე წლის საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე და მას ერთხელ 1 აპრილს გაუფართოვდა უფლებამოსილება, როგორც ჩვენ ყველას გვახსოვს. და ჯამში ჩვენმა მანდატმა მოიცვა პერიოდი, რომელიც არის 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე. ჩვენი კვლევის თემები გახდათ რამდენიმე და ეს თემები ჩვენ ვიკვლიეთ. შემუშავებული იქნა დასკვნის პროექტი, რომელიც თქვენ ყველას გაქვთ დარიგებული კომისიის წევრებს. და დღეს არის ის დღე, როდესაც ჩვენ ეს დასკვნა უნდა განვიხილოთ და თანხმობის შემთხვევაში დავამტკიცოთ. მოკლე მიმოხილვის სახით და საზოგადოების საყურადღებოდ მინდა შევაჯამო ის ეტაპები, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ. 5 თებერვლის შემდეგ დღევანდელის ხდომის ჩათვლით ჩვენ გავმართეთ 46-ის ხდომა. გამოვკითხეთ 129 პირი, მათ შორის ორჯერ გამოიკითხა 4 პირი. გქონდა ერთი გასვლითი შეხვედრა, შეკრება ვიზიტი ხონში, სადაც მოვინახულეთ ყოფილი ნომერ 13 სასჯელ აღსრულების დაწესებულება და დასკვნის შედგენის დროს დავეფუძნეთ გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებს, განცხადებებს, რომელთა ოდენობაც დღეის მდგომარეობით არის 775. ამ განცხადებებში მოყვანილ ინფორმაციებსა და ფაქტებს, ასევე ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის საერთაშორისო ანგარიში თუ შეფასება, რომელიც ჩვენ საკვლევ თემებს მოცემულ პერიოდში გამოცემული იყო და ეხებოდა. ასევე ჩვენ დავეფუძნეთ დასკვნის შედგენისას ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და განაჩენებს და ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებს, რომლებიც გამოცემული იყო მოცემულ პერიოდში და ეხებოდა საკვლევ საკითხებს. ჩვენი დასკვნა არის 400 გვერდიანი, უფრო ზუსტად 430 გვერდია. ამ ოდენობაში გვერდებისა არ შედის დანართების ნუსხა, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს და რა თქმა უნდა ეს დასკვნა პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. ეს არის ის დოკუმენტი, როდესაც გაეცნობა ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად ასაკისა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები გაეცნობიან მას, ნახავს რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ფაქტები როგორი იყო და არა რომელიმე წევრის ან კომისიის შეფასებები მხოლოდ. აქ არის, ასე ვიტყოდი, ქრონოლოგიურად ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაციები ერთ დოკუმენტში თავმოყრილი, რაც საკუთრივ მხოლოდ ამიტომ არის ამ დოკუმენტის, მე ვიტყოდი, ღირებულება. მოცემული დოკუმენტი ასევე იმედი მაქვს გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც, სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე შესაბამის სასამართლოებს თუ რატომაც არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი აწარმოონ, ნამდვილი კვლევა აწარმოონ და ის გამოიყენონ თავიანთი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სხვათა შორის არსებობს და გაძლიერება სჭირდებათ, ეს მასალა ასევე გამოადგებათ. ჩვენ დასკვნა შევადგინეთ რამდენიმე თავად. თავარი სტრუქტურა მინდა რომ საზოგადოებას გავაცნო. თავი, რომელიც ეძღვნება სასჯელ აღსრულებაში წამებასა და არა ადამიანურ მოპყრობას.
ფაქტებზე დაფუძნებით არის წარმოდგენილი აქ ყველა მასალა. თავი, რომელიც ევძღვნება მკვლელობებსა და ძალადობას ჩადენილ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ. თავი, რომელიც ეძღვნება ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს. ცალკე თავია გამოყოფილი მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორსა და მათ უფლებებს და დარღვევებს. ასევე არის შედარებით ნაკლები მოცულობის გასაგები მიზეზების გამო თავი, რომელიც ეძღვნება ჩვენი მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეშ ფაქტებს, მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების კეთებასა და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს. ცალკე თავია მიძღვნილი იმ ფაქტებისადმი, რომელიც გამოიკვეთა ყველას თვალწინ ახსნა განმარტებების შედეგად. იქნებოდნენ ეს გენერლები თუ სხვა პირები, მსხვერპლები, ვინც ჩვენ გამოვკითხეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და რასაკვირველია, თავი, რომელიც ეძღვნება ომის პროპაგანდას, რომელიც ეძღვნება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს და ეს არის 2012 წლიდან დღემდე სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მოგმართა და მათ ვუთხრა კომისიის სახელით, რომ ჩვენ ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილება გვაქვს მიდგომა ასეთი, რომ ამ დასკვნის განუყოფელ ნაწილად იქცეს ყველა ის განცხადება, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ. არაერთი მათგანი ამ დასკვნაში ასახულია, მაგრამ არის განცხადებები, რომლებიც დასკვნაში შეიძლება სრულყოფილად ასახული ვერ იყოს, ეს გასაგებიც არის, ამიტომ ყველა განცხადება ჩაითვლება ამ დასკვნის განუყოფელ ნაწილად და მას შემდეგ, რაც კომისია დაასრულებს მუშაობას, რასაკვირველია პარლამენტი, ჩვენ ვაგრძელებთ პარლამენტის წევრის ფუნქციებით და სტატუსით მუშაობას და თითოეული განცხადების შესწავლა გაგრძელდება დასკვნის მიღმაც და ნებისმიერ შემთხვევაში თითოეულ დასკვნაზე გაკეთდება რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის უწყებებში გარდა იმისა, რომ დასკვნაშიც არაერთი მათგანი ამ განცხადებებისა ასახულია. მე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, ბატონ თავმჯდომარეს, ასევე ადმინისტრაციას, მის ხელმძღვანელს და ყველა იმ სამსახურს, რომელიც ჩვენი კომისიის ხდომების წარმართვასა და მუშაობაში ხელს გვიწყობდა. ესენი არიან პირველ რიგში რამდენიმე დეპარტამენტი, რომელიც ხაზგასმით უნდა ჩამოითვალოს, ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, საქმის წარმოების დეპარტამენტი, საორგანიზაციო დეპარტამენტი, მანდატურის სამსახური, ბატონი ალეკ გვაგრძანდება, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი და თითოეული ის ადამიანი, რომელმაც თუნდაც ერთხელ ჩვენს კომისიას მუშაობაში ხელი შეუწყო, ყველა საჯაროდ კომისიის სახელის თითოეული წევრის სახელით გიხდით მადლობას. ასევე მადლობა უნდა ვუთხრათ საზოგადოებრივი მაუწყებლის საპარლამენტო არხს და თითოეულ მათ თანამშრომელს, ასევე მაესტროს, რომელიც ჩვენს ხდომებს ერთგულად აშუქებდა. და ბოლოს მთავარი მადლობების სერია, რომელიც გეკუთვნით თქვენ კომისიის წევრებს ჩემი სახელით. მე მინდა ყველას გითხრათ მადლობა და მადლობა ვუთხრა თქვენს ხელშემწყობ პირებს, თქვენს კომიტეტებსა და აპარატებში, ვინც კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა. ეს არის, როგორც ჩვენ ამას დებულებით ვუწოდეთ, კომისიის ადმინისტრაციული პერსონალი, რომელთანაც შეხვედრის საშუალება ჩვენ ხდომის დასრულების შემდეგ მოგვეცემა. ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომელიც წარმოდგენილია კომისიაში და ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლებთან. დიდი მადლობა თქვენ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი რჩევები, ხელშეწყობა კომისიის ხშირად დამღლელ ხდომებში განუხრელი
მონაწილეობა, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას ვერ შევძლებდით. ალფავიტის წესი რომ არ იყოს გამოყენებული, მოდით ჩემგან ხელმარცნი ბატონი თენგიზით დავიწყებ. ბატონი თენგიზი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი პოლიტიკოსი დღევანდელ პოლიტიკურ ველზე, გამოცდილების მქონე, ამჟამად თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მიუხედავად გარკვეული რაღაცა პრობლემების თუ წინაღობებისა, რომელიც ჯანმრთელობას უკავშირდებოდა, ის მუდამ იყო ჩვენთან, არც ერთი სხდომა არ გაუცდენია და ყოველთვის მოწოდებული იმისთვის, რომ თითოეული სიტყვა, წინადადება, რომელიც ამ დასკვნაშია, მოცულობით დასკვნაში წარმოდგენილი, ყოფილიყო სათანადოდ ფორმულირებული, ის ამისთვის ზრუნავდა. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ ბატონო თენგიზ ამისთვის, ცოტა უფრო პერსონალურ ნოტაზე დავძენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხოლმე წერის პროცესში თქვენი გამამხნევებელი სიტყვები. ეს ნამდვილად ასე იყო და არ შემიძლია რომ ეს არ აღნიშნო. მადლობა ამისთვის. ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს მინდა უთხრა მადლობა, რომელიც ბატონი პაატასალიას მინისტრად წარდგენის შემდეგ კომისიას შემოუერთდა ქართული ოცნებიდან, ის ამჟამად ხელმძღვანელობს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს. შესაბამისად, მას კომისიასთან ერთად კომიტეტის ხელმძღვანელობაც უწევდა, რაც საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და მიუხედავად ამისა, ის ბოლომდე იყო როგორც სხდომებში ჩართული, ასევე დასკვნის შემუშავებაში და განსაკუთრებით იმ მე ვიტყოდი უმნიშვნელოვანესი, ყველაზე მნიშვნელოვანი მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველა თავი ერთმანეთზე მნიშვნელოვანი ამ დასკვნაში, იმ დასკვნის ფორმულირებებში ჩართული განსაკუთრებით, რომელიც ეხება 2012-25 წლების პერიოდს და არაერთი რჩევა მიიღო სარედაქციო ჯგუფმა დასკვნის შედგენასთან დაკავშირებით სწორედ თქვენი ძალისხმევით. დიდი მადლობა ამისთვის. ბატონი ალუდა ღუდურშაური იურისტი, ამას ხაზს უსვამ, იმიტომ რომ სწორედ ამ პროფესიამ და მისმა გამოცდილებამ განაპირობა არაერთი მნიშვნელოვანი რჩევის გაზიარება დასკვნის შედგენისას, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნე, ეს დასკვნა არაერთძალოვან და სამართალდამცავ სტრუქტურას, სასამართლოებს უნდა გამოადგეს მომავალში, ამიტომ ის ამაში ნამდვილად ხელს მიწყობდა და არ შემიძლია რომ ეს ღიად არ აღვნიშნო. ის ამჟამად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ერთ-ერთი ხელმძღვანელია პირველი მოადგილის რანგში და მე მინდა თქვენი სახით კომიტეტსაც და აპარატს მადლობა გადაუთხადო აქტიური ჩართულობისთვის, ასევე პრინციპულობისა და ხშირ შემთხვევაში ისეთი პოზიციების გაჟღერებისთვის, რაც თავმჯდომარე ქალს არ შეუძლია რომ გამოხატოს ხოლმე ზედმეტად ხისტად, ამას თქვენ ჩემს მაგირათაც აკეთებდით და დიდი მადლობა ასევე ამ დახმარებისთვისაც. ბატონი ალექსანდრე ტაპატაძე, რომელიც კომიტეტს ხელმძღვანელობს პარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეს დიდი ტვირთია და მიუხედავად ამისა ბატონი ალეკო მუდმივად იყო ჩვენს გვერდით, ჩვენ ერთად მუშაობის მრავალი წლის გამოცდილება გვაქვს იუსტიციის სამინისტროში და ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ ერთად შევძელით ყოფნა და მუშაობა იურისტის რანგშიც მან არამხოლოდ თავისი, ასე ვთქვათ, თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგში გამოცდილება, არამედ იურისპრუდენციის მიმართულებითაც არაერთი ხელი გამოგვიწოდა იმისათვის, რომ ეს დასკვნა სათანადოდ ყოფილიყო შედგენილი, გარდა იმისა, რომ ის გვეხმარებოდა, რომ შესაბამის უწყებებთან ყოფილიყო ეფექტური კომუნიკაცია. ამ უწყებებს ცოტა ხანში ჩამორთვლი და სწორედ ნახავთ თქვენ, რომ ასეთი კონტაქტი იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ბატონი ილია ინჯია, რომელიც ოპოზიციის პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდა ოპოზიციის კვოტით, ბატონ ილიას მე როგორც პოლიტიკური ჯგუფის ევროპული სოციალისტების თავმჯდომარეს და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მინდა უთხრა მადლობა.
ბატონმა ილიამ შესაშური სკრუპულოზურობა გამოავლინა მიუხედავად დროის დეფიციტისა იმისათვის რომ თითოეული აბზაცისთვის ერთად გვეკირკიტა, გვემუშავა და ყველაფერი ყოფილიყო ისე რომ ეს დასკვნა სერიოზული დოკუმენტი ყოფილიყო საბოლოო ჯამში. ასევე მან თავისი მრავალწლიანი გამოცდილება კერძო სექტორიდან მოახმარა იმას, რომ ის ნაწილები დასკვნის, რაც თუნდაც ბიზნესის რეკეტს ეხებოდა, სათანადოდ ყოფილიყო შედგენილი და ფორმულირებული. მადლობა თქვენ და თქვენს პოლიტიკურ ჯგუფს. ჩემი სახელით ბატონო ილია. ბატონი გურამი, რომელიც პატრონობდა თავის მშობლიურ კუთხეს, ასევე ოლქს, საარჩევნო პერიოდია უკვე გახსნილი და ასევე თავის პოლიტიკურ ჯგუფს, სადაც ის თავმჯდომარის მოადგილე ბრძანდება ხალხის ძალაში და მისთვის ჩვეული გაწონასწორებულობით, სერიოზულობით და პირდაპირობით აქტიურად იყო ჩართული კითხვების ფორმულირებებში, სხდომებზე და გვეხმარებოდა, რომ მაქსიმუმი ინფორმაცია მიგვეღო ყველა მოწვეული პირისგან და შესაბამისად ასახულიყო ეს ყოველივე ჩვენს დასკვნაში. ამისთვის და ასევე ყველაფრისთვის, რაც თქვენ ხალხის ძალაში რთულ დროს, ძალიან რთულ დროს გიკეთებიათ ბოლო 2 წლის მანძილზე, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. და ბოლოს ბატონი სოზარ სუბარი, ჩემი მოადგილე კომისიაში, უდიდესი გამოცდილების მქონე, საქართველოს სახალხო დამცველი მრავალი წლის მანძილზე ურთულეს დროს, როდესაც ყოფილიყავი განსხვავებული აზრის მქონე პირი, იყო სიცოცხლისთვის საშიში, ის ამ დროს გახდა სახალხო დამცველი და რომ არა მისი მაშინდელი საქმიანობა და ის მრავალი ტომი ანგარიშებისა, რომელიც მან და მისმა გუნდმა სახალხო დამცველის აპარატში მაშინ შექმნეს, ჩვენ რა თქმა უნდა ამ დასკვნას ასეთი ხარისხით ვერ შევადგენდით. დიდი მადლობა, ჩვენ ვიყავით აღფრთოვანებული იმით, რომ არ ყოფილა არც ერთი ყოფილი პატიმარი თუ მსხვერპლი, ვინც ამ მაგიდის გარშემო გამოცხადდა და ახსნა განმარტება მოგცა, რომელსაც არ ეხსენებინოს, რომ ჩემთან იყო სოზარ სუბარი, მან მე ხელი გამომიწოდა, მორალურად გამამხნევა და დამეხმარაო. ასეთი პირი თითქმის არ ყოფილა ამ 6 თვის განმავლობაში. ამიტომ მადლობა თქვენ, როგორც წინა საქმიანობისთვის, ასევე ჩემთვის და კომისიისთვის ძალიან ქმედითი დახმარების აღმოჩენისთვის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მუშა პროცესში არის ის, რასაც საჯაროთაც სიტყვი არის, პატარ-პატარა ხელშეწყობები, რაზეც საჯაროდ საუბარი ვერ ხდება ხოლმე. ამიტომ თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან მუშაობა, ამას არ ვამბობ, ამას იმიტომ რომ ასე ამბობს ყველა თავმჯდომარე რაღაცას რო აჯამებს, ამას ვამბობ ნამდვილად გულწრფელად. ჩვენ მე მგონი ასე დავინახე, რომ ჩამოვყალიბდით ერთ ნამდვილ გუნდად და დღეიდან წარმოუდგენელიც კია, რომ ეს გუნდი კომისიის ფორმით აღარ იარსებებს, ხვალიდან უბრალოდ. მაგრამ ჩვენ პარლამენტის ფორმატში, რა თქმა უნდა, მეგობრობას, თანამშრომლობას და ერთად მუშაობას დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ. თქვენი სახელით მინდა რომ ყველა იმ უწყებას, რომელმაც კომისიასთან განსაკუთრებულად კარგად ითანამშრომლა, მადლობა გადაუხადო. და შემდეგ, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს ვთხოვო სიტყვა. პირველ რიგში ეს იყო საქართველოს პროკურატურა. როგორც ბატონი გიორგი გაბიტაშვილის, ასევე ბატონი გიორგი გვარაკიძის ხელმძღვანელობის პირობებში და მათთან ერთად თითოეულ პროკურორს მუნიციპალიტეტებში, თბილისში და გენერალურ პროკურატურაში მადლობა მინდა გადაუხადო ქმედითი თანამშრომლობისთვის. ეს თანამშრომლობა გულისხმობდა ინფორმაციის გადამოწმებას, გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ დაგვეცვა წესები და არ შევჭრილიყავით მათ ფუნქციებში და ეს თანამშრომლობის გარეშე ვერ ხდება და ასევე
ინფორმაციის მიმოცვლას იმისათვის, რომ მათ გაიგრძელებინათ თავიანთი საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ჩვენ ხელი არ შეგვშლოდა და იმავდროულად გქონოდა მაქსიმალური ხელშეწყობა. ამიტომ მე მინდა მათ ბატონი გენერალური პროკურორის სახელმძღვანელობით მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ სამინისტროს, რომლის სიაც მოცემულია ჩვენი დასკვნის პირველივე გვერდებზე, რომლებმაც ითანამშრომლეს, მოგვაწოდეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები და შესაბამისად ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მთავრობას ეკუთვნის დიდი მადლობა. მადლობა მინდა ვუთხრა ასევე მედია საშუალებებს, საზმაუწყებელს, იმედს, ხაზგასმით, რუსთავიორს, მაესტრო უკვე ვახსენეთ და რასაკვირველია საპატრიარქოს ტელევიზიას ერთსულოვნებას, ვინაიდან როდესაც ჩვენ თქვით, რომ დასკვნაში იქნება ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციები, რა თქმა უნდა, სატელევიზიო არქივის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ამიტომ მადლობა თქვენ, ვინც დაგვეხმარეთ ისტორიული არქივის მოპოვებაში და ამ არქივზე დაფუძნებული ინფორმაციის დასკვნაში, შეტანაში. ბოლოს პროცედურული საკითხი, რომელიც საზოგადოებას ალბათ ძალიან აინტერესებს. დღეს ჩვენ კენჭისყრაზე დავაყენებთ წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ ამ დასკვნის პროექტს. მაგრამ დასკვნა, როგორც ასეთი, დღეს არ საჯაროვდება. პროცედურა არის შემდეგი: ეს დასკვნა უნდა გადაიგზავნოს, როგორც კი ამოიწურება უფლებამოსილება ჩვენი უფლებამოსილების ვადა, ხვალ 5 აგვისტოს 6 თვის თავზე. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს 6 თვე ჩვენი კომისიის გამოგონილი არ არის. დარღვევების მასშტაბი და ძალიან დიდი დანაშაულების მასშტაბი არის იმხელა, რომ ბუნებრივად შეიძლება იფიქრო, რომ 6 თვე რატომ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს თემა ამოწურო, მაგრამ ეს ჩვენზე დამოკიდებული არ გახლავთ. კანონი გვავალდებულებს, რომ ჩვენ 6 თვეში დავასრულოთ მუშაობა და არ ითვალისწინებს კანონი 6 თვეზე მეტი მუშაობის შესაძლებლობას. ვინც არ იცის, ეს მაინც უნდა იცოდეს. ამიტომ ხვალ ჩვენი უფლებამოსილების ვადა გვინდა არ გვინდა იწურება. შემდეგ ეს დასკვნა გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელ ორგანოში, რომელიც არის პარლამენტის ბიურო და ბიურო ჩანიშნავს, როცა ჩათვლის საჭიროდ კანონმდებლობით დადგენილი წესებით და ვადაში პლენარულ სხდომას, რომელზეც ჩვენ კომისია ამ დასკვნით წარდგებით. ეს ჩვენი ვარაუდით იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში და ის სწორედ მაშინ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნა გასაჯაროვდება და უფრო მეტიც იქნება ამ დასკვნის პუნქტობრივი განხილვა. ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა ეს დასკვნა უნდა მოისმინოს და სანამ საქართველოს პარლამენტი არ მოისმენს ამ დასკვნას, ბუნებრივია, რომ ჩვენ მათ გარეშე ვერ გავმართავთ მესამე პირებთან ამ დასკვნაზე მსჯელობას. ასეთია წესი. ამიტომაც ჩვენ დღეს შევიკრიბეთ დასამტკიცებლად აზრების გაცვლა გამოცვლისთვის და გთხოვთ, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი და შემდეგ ვუყაროთ კენჭი. ბატონი სოზარ სუბარი. ნამდვილად უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა და ძალიან დიდი იყო მოლოდინი საზოგადოებაში და მგონია, რომ ეს მოლოდინი აისახა. უბრალოდ ეხლა აქ ვართ ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი თითქოს ვიცოდით და თითოეული ჩვენთაგანისთვისაც, როცა უსმენდით იმ დაზარალებულებს, ეს განცდა იმდენად მძაფრი იყო, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ აი მართლა წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის მოსმენა ემოციის გარეშე და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მეტნაკლებად არის ასახული დასკვნაში. რა თქმა უნდა, ის ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები არის ასახული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ წარსული შეფასებისთვის, არამედ მომავლის პრევენციისთვის, რომ მომავალში არასდროს არ განმეორდეს მსგავსი რამ და არ გაეხსნას
გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას, როგორც 2004-2009 წლებში იყო. ძალიან დიდი მუშაობა ჩატარდა კომისიის თითოეული წევრის მხრიდან, დამხმარე პერსონალის აპარატის მხრიდან, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ თეა წულუკიანს. რო არ ყოფილიყო თეას გამოცდილება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში, აი მრავალწლიანი გამოცდილება და თითოეულ ამ საქმესთან მისი უშუალო შემხებლობა, ფაქტებით დადასტურებული, როცა ის უსმენდა ყველა მხარეს, უსმენდა დაზარალებულებსაც, უსმენდა სახელმწიფოს პოზიციასაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში პოზიცია არც კი ერქვა. რომ არ ყოფილიყო მისი გამოცდილება იუსტიციის მინისტრის პოსტზე, როდესაც კიდევ ერთხელ ქონდა ამ საქმეებთან შეხება და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი და მისი გუნდის თავდაუზოგავი შრომა, რომ საქართველოს გაემარჯვა საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის ომთან დაკავშირებულ დავებში. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გახდა საქართველოს გამარჯვების ერთადერთი გარანტი. ერთადერთი იმიტომ ამბობ, რომ ეს ის მტკიცებულებებია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გამქრალი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, ან ის რაც გამქრალი არ იყო, მიმოფანტული იყო უბრალოდ ისე, რომ ეს არ იყო შეკრებილი და ამას დასჭირდა ტიტანური შრომა. რომ მსგავსი შრომა ჩაეტარებინა წინა ხელისუფლებას, მაშინ იგივე ტალიავილის დასკვნაც სხვანაირი იქნებოდა და ტალიავილის დასკვნა რომ ყოფილიყო განსხვავებული იქნებოდა გარკვეული ფორმულირებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაც ჩვენ უბრალოდ მოვალე ვიყავით, რომ აგვესახა ჩვენს დასკვნაში იმ ფორმით, რა ფორმითაც იქ იყო. რომ ყოფილიყო განსხვავებულად ემუშავა მაშინდელ ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არ წააგებდა იმ ერთადერთ საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც წავაგეთ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს ომთან დაკავშირებით, ეს არის გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო, რომელიც წავაგეთ უბრალოდ, იმიტომ რომ საერთოდ მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი და დღეს მოკლედ აი ეს გამოცდილება, რაც აქვს ქალბატონ თეას ამზადა თავის ძალიან მრავალპროფილიან პროფესიულ გამოცდილებებში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დასკვნა ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის და დასკვნაზე თამამად შეგვიძლია თქვათ, რომ ეს არის მაღალპროფესიული, ეს არის დასაბუთებული და თითოეული სიტყვის უკან დგას უამრავი ფაქტი და უამრავი წყარო. ძალიან დიდი მადლობა თვითონ თქვენთაგანს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვედგა ამ ახნის განმავლობაში და განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც გაიარა ის უმძიმესი პერიოდი და თითოეული მათგანისთვის აქ მოსვლა კიდევ ერთხელ გახსენება იმ ტკივილის, იმ წამების, იმ სისასტიკის იყო მართლა წარმოუდგენლად მძიმე, მაგრამ მათ აჯობეს საკუთარ თავს და მოვიდნენ რომ საზოგადოებას სცოდნოდა სიმართლე და რა ვიცი, მგონი რომ ეს დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს საქართველოს უახლოესი ისტორიის შეფასებაში. დიდი მადლობა თქვენ ბატონო სოზარ. ბატონი ილია. მოგესალმებით. დიდი მადლობა აბსოლუტურად უერთდები ბატონის სოზარის შეფასებებს. ეს დასკვნა ნამდვილად ისტორიული დასკვნა იქნება. მისი შინაარსით, არქიტექტურით, იმ მაღალი სტანდარტების ჩამოყალიბებით და ამის ყველაფრის საფუძველი იყო ქალბატონი თეა წულუკიანის მაღალი პროფესიონალიზმი, ის დიდი გამოცდილება, რისთვისაც მე მას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. ყველა კომისიის წევრს, ყველა იმ როლისთვის, იმ გულწრფელობისთვის და ერთმანეთის იმედად ყოფნისთვის, რომელიც ძნელი წუთებით მოუწია ამ კომისიას გავლა. და საზოგადოებას, ვინც ხარს უჭერდა, ვისაც ჰქონდა მოლოდინი ფაქტიურად ყოველდღიური სხდომების მიმდინარეობის, იმ ადამიანებს, ვინც მოვიდნენ, კიდევ ერთხელ გაგვიზიარეს თავისი გულის ტკივილი და მადლობა მინდა ყველა იმ ახალგაზრდას გადაუხადო, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ ამ კომისიის მუშაობას და ძირითადად მათთვის იყო გათვლილი ამ კომისიის მუშაობაც, შედეგებიც და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც გაეცნობიან დასკვნას, ეს დასკვნა ნამდვილად დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, მომავალი თაობისთვის, იმისთვის, რომ
მაქსიმალურად შემცირდეს ესეთი შეცდომების დაშვება ქვეყნის მმართველობის დროს და მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ მსგავსი უბედურებები. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას. მადლობა ბატონო ილია, მადლობა ბატონი თენგიზი და შემდეგ ბატონი ალუდა და კენჭისყრაც ჩავატაროთ. ნებავთ ბატონო. თქმა უნდა, კი. ეს შემაჯამებელი სხდომაა, მე ჩემი აზრი ამის თაობაზე საჯაროდ თქვა პრესასთან უკვე გამოვთქვი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ჩემი კოლეგების აზრი გავიმეორო, იმიტომ რომ ეს სიმართლეა. მართლაც უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი კომისიის თავმჯდომარის უზარმაზარ გამოცდილებას და მე ძალიან მიხარია რომ ასეთი ტიპის დასკვნების სტანდარტმა აიწია. უკვე ჩვენ შემდგომ ვინც გააკეთებს ასეთ რაღაცას ამაზე ქვემოთ უკვე ვეღარ ჩამოვა. უკვე ესე იგი ეს თამასა ძალიან მაღლა არის გადებული და ეს ჩვენი სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონია. როდესაც თამასა იწევს, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უნდა განვითარდეს და ეს გააკეთა ქალბატონმა თიანამ და ამისთვის დიდი მადლობა მინდა უთხრა. ორი სიტყვით მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰქონდა გაცდა, რომ იმისა, რომ ჩვენ ხო ყველაფერი ვიცით, ეს ფაქტები ხო ისედაც ცნობილია, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ ყოფილა. როდესაც ადამიანებს პირადად ესაუბრები, პირადად ხდება მათი გამოკითხვა, უფრო მძაფრად დგება შენ თვალწინ ის მასშტაბები, რასთან აქვს საქმე. და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ესე ცალკეულად ყველაფრის თაობაზე ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერიც არ აღწოდია. ერთმანეთში ვსაუბრობდით შემდეგ და ბევრი ფაქტი იყო ისეთი, რომელზეც გვითხოვს, რომ ეს მე აქამდე არ ვიცოდი. მაგრამ მასშტაბი მართლა უკვე ამ დასკვნაშიც არის ასახული და ყველა მიმართულებით ეს არის რაღაც ძალიან მძიმე მასალა. და ძალიან მძიმე წუთები იყო ისა, რაც ყველამ ერთად გავიარეთ აქ და გავიაზრეთ, რასთან ქონდა თურმე საქმე. და დავეთანხმები სოზარს, რომ ამას დიდი მნიშვნელობა მარტო იმისთვის კი არ აქვს, რომ შევაფასოს რაც მოხდა. თავარი არის ის, რომ ეს აღარასდროს საქართველოში არ უნდა განმეორდეს. და აი, მხოლოდ ამისთვისაც ღირდა ამ კომისიის შექმნა, რათა ჩვენ ამისთვის ყველაფრისთვის თავი ერთად მოგვეყარა, რათა სამომავლოდ ჩვენმა არც საზოგადოებამ, არც ერთმა ჩვენგანმა აღარ დაუშვათ ამის განმეორება ამ ქვეყანაში. მადლობთ. ბატონი ალუდა, ბატონი გურამი, ბატონი ალეკო. მეც მინდა შევუერთდე და დავიწყო მადლობით. ქალბატონ თიას მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ოკუპანტი რუსეთის მიერ ნასროლი ისკანდერის და სხვა მძიმე დანაშაულების ჩათვლით, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ ჩადენილი, ეს იქნა საერთაშორისო დონეზე დადასტურებული. ცხადია, თქვენთან ერთად მინდა ყველა იმ ადამიანს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თქვენთან ერთად მუხჩაუხრელად მუშაობდა ამ საკითხებზე და დიდწილად ეს ჩვენთვის ცნობილია და ვინც ამის მიღმა იმ სამუშაოებს აკეთებდა, ვინც შეიძლება რომ დღეს ჩვენთვის არ იყოს ასე ღია ცნობილი, ყველას მინდა დიდი მადლობა უთხრა და მხარდაჭერა და ჩემი პატივისცემა დაუდასტურო იმ მეტად მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც აი თუ რაიმე არის ისტორიული, არის სწორედაც ის, რომ დიახ, აგრესორს, ოკუპანტს დაერქვა საერთაშორისო დონეზე თავისი სახელი და ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი. ასევე მინდა ერთი რამ თქვა დასასრულს და ბუნებრივია, რომ ჩვენ, როდესაც ჩვენი საზოგადოება გვიყურებს თუ გვისმენს, აქ ყველაზე მთავარი არის ერთი რამ, რომ იმ ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, რომ რა არის ჩვენი მოქმედება, თუ ჩვენი მოქმედებით სამყაროს უკეთეს არ გავხდით და ამისკენ არ ვივისწრაფით. მე მინდა ვისურვო, რომ ჩვენ უფრო მეტი სიყვარულით, უფრო მეტი თანადგომით მოვეპყრათ ერთმანეთს. ქართველები არ ვართ ბევრნი, ვართ ცოტანი, თუმცა ვართ ქართველები და სწორედ ამაშია ეს ფენომენალურობა და განსაკუთრებულობა, ვიტყოდი ამას, ამიტომ მინდა რომ იმ ძიმე საქმეებიდან გამომდინარე საბოლოო ჯამში დიდ სურათში რომ დავინახავთ ამას და დაინახავენ ამას ჩვენი შვილები, მე მინდა ყველას უსურვო და ურჩიო უფრო სწორედ და მეტიც უნდა ვიყოთ პრინციპულები, რომ ყველა ის ქმედება ნაბიჯი
რასაც დასკვნაში ნახავენ. ან ჩემი თუ სხვა ჩემი კოლეგის მოქმედება განაპირობებს და უნდა განაპირობოს ის რომ ჩვენ არა მიზან ის კი არ არის რომ ვინმე დავსაჯოთ და ამ დაპირისპირების კიდევ უფრო მეტ სპირალში შევიდეთ. არამედ ის რომ აი ამ გაკვეთილებმა უნდა გვასწავლოს ერთი რამ რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ რა პოზიციაზე არის. თავარი არის რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, კიდევ უფრო მეტი დიდი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, მით უმეტეს როდესაც სახელმწიფო მართლობაზეა საუბარი, არაფერი არ ღირს იმათ, ვიდრე არის ჩვენი ქვეყანა, ვიდრე არის ჩვენი ქართველი ხალხი. ამიტომ გვიყვარდეს და ურთიერთპატივისცემად წავწიოთ ჩვენი ქვეყანა წინ და რაც ყველაზე მთავარი არის, გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და უპირველესი ამოცანა უნდა იყოს და აი ამ ყველაფერმა უნდა გვასწავლოს ერთი რამ, რასაც აკეთებდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, რასაც აკეთებდა მრავალი საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი. ურთიერთ თანადგომით, ქვეყანაზე ზრუნვით, სამშობლოს სიყვარულით, ბუნებრივია რომ აქამდე, როდესაც აი ამ ძიმე ქარტეხილებს გაუძლო ჩვენმა ქვეყანამ, აქამდე ეს ქვეყანა არ მოსულა არც პატარა კაცობით, არც სიბოროტით, არც ქიშპობით და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებით, ეს ქვეყანა მოვიდა და გადარჩა სწორედ აი ამ პრინციპებზე დაყრდნობით. ამიტომ მე მინდა ყველას გასაგონა თქვა, ურთიერთ პატივისცემა, ურთიერთ სიყვარული და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის სიყვარული და ჩვენი ქვეყნის ინტერესის პირველ ადგილზე დაყენება. მე მინდა ვისურვო ეს და წამს და ნამდვილად მჯერა იმისა, რომ ნამდვილად ეს ასე იქნება და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და კიდევ უფრო მეტად ნათელი და სიყვარულით იქნება გამსჭვალული. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ბატონო ალუ და ბატონი გურავი. მადლობა. მოგესალმებით მეგობრებო, მეც მადლობით დავიწყებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქალბატონ თიას გარდა იმისა, რომ კომისიის წევრის უფლებამოსილების შესრულება უწევდა როგორც კითხვების დასმის ფორმატში და ასე შემდგომ, პარალელურად უწევდა დარეგულირება იმ ემოციების, რომელიც ბუნებრივად ჰქონდა თითოეულ ჩვენთანაც, კომისიის წევრებს. რომ ვადამდე შეიძლება კითხვა დასვა, იმიტომ რომ ასე ითხოვდა ეს ემოცია, ამის რეგულირებაც გიწევდათ და მადლობა ამისთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუნდაც ნებისმიერ ჩვენგანის კითხვა რომელზე პასუხიც შემდგომ აქ დარწმუნებული ვარ, ასახულია მტკიცებულებად, ვერ იქნებოდა ისე, რომ არა თქვენი ჩართულობა ამ რეგულაციებში არა მარტო მიმდინარეობას გულისხმობ, რა თქმა უნდა. ამიტომ და კიდე ყველაფრისთვის დიდი მადლობა. და რაც შეეხება ამ დასკვნას, რა თქმა უნდა, ეს არაერთხელ ითქვა, რომ არის ისტორიული დასკვნა. ჩემ კოლეგებს დავეთანხმები, რომ თამასაც აწეულია ამ კომისიის მუშაობის და შედეგების და თამამად ვიტყვი, რომ არ არსებობს საქართველოს უახლეს კი არა ისტორიაში ზოგადად ისეთი სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტი ამ დონის საპარლამენტო დონეზე, რომელსაც მოყვა პრაქტიკული შედეგები პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში. ასეთი არ არსებობს უბრალოდ საქართველოს ისტორიაში. შესაბამისად, თამამად ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დოკუმენტი იქნება იმ ხარისხის და ისეთი ისტორიული მნიშვნელობის, რომელიც გახდება სახელმძღვანელო არსებული თაობების, არა მარტო მომავალი თაობების, რომელიც იქნება საფუძველი იმის, რომ გაიგებს თაობები თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, არა თუ ხელისუფლებაში, საერთოდ პოლიტიკაში. იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკული მაგალითი. ნიურნბერგის პროცესის შემდგომ ეს გადაწყვეტილება, მაშინ მოგეხსენებათ, არ იყო არც ინტერნეტი და ასეთი ინფორმაციის გაცვლის საშუალება, წლების მერე გაიგო თაობებმა და ის გახდა მერე საფუძველი სწორედ ჯერ გერმანიაში და მერე მთელ მსოფლიოში, რომ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა ფაშიზმის სახით მაშინდელი. და დღეს მით უმეტეს საქართველოში აი ეს და სამართლებრივი დასკვნა ჩვენი საგამოძიებოსი იქნება დარწმუნებული ვარ ისტორიული დოკუმენტი და გამომდინარე აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ეს კომისია, რომელიც მართალია 6 თვიანია მხოლოდ და სამართლებრივად მეტი არ შეიძლება იყოს, ასევე იქნება ისტორიული. დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა აი ამ ისტორიულ პროცესში და ვინც ამ სამართლებრივ დასკვნას წაიკითხავს და
დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი წაიკითხავს ძალიან, მიხვდება თუ რატომ გახდება ამ საგამოძიებო კომისიის ეს დასკვნა სახელმძღვანელო, ისტორიულიც და მათ შორის სამართლებრივიც მომავალი თაობებისთვის. მადლობა. მადლობა ბატონო გურამ გთხოვთ. მეც მოკლედ ვიტყვი, ქალბატონო თია თქვენი დავიწყებთ. ძალიან დიდი მადლობა მართლა გუნდთან ერთად მუშაობისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი და წვლილი იყო თქვენი, როგორც სხდომის დასაწყისიდან ისე დღემდე, როდესაც ჩვენ უკვე სხდომებს ვასრულებ. პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ აღნიშნული კომისია დროული კი არა, შეიძლება იყოს ცოტა დაგვიანებულიც, მაგრამ მიზანი, რომელიც ამ კომისიას ჰქონდა, ვფიქრობ, რომ ამ კომისიამ შეასრულა. ამას მოწმობს ის საზოგადოებრივი დიდი ინტერესი, რომელიც ამ 6 თვის განმავლობაში იყო. ჩვენი კომისიის თითოეული სხდომა იყო ძალიან ყურებადი და უყურებდა თითქმის ჩვენი მოსახლეობის ყველა თაობა, მათ შორის ახალგაზრდები და ეს ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კომისიის მუშაობა. და რაც ყველაზე მთავარი ამ კომისიაში არის მასალა, რომელიც ეხება რეალურ ფაქტებს, გარემოებებს. ეს მასალა არის აბსოლუტურად დოკუმენტური და მე ვუერთდები ჩემი კოლეგების მოსაზრებას, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში მე არ მგონია, რომ რაიმე დოკუმენტი მოიძებნებოდეს, როგორც ეს ასახულია დღევანდელი ამ კომისიის დასკვნაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას თანამშრომლობისთვის და წარმატება ჩვენს ქვეყანას. მართლაც ვფიქრობ იმას, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს, არასდროს არ უნდა ყავდეს ის ხელისუფლება, რაზეც ჩვენ ამ დოკუმენტში გვაქვს საუბარი. ეს იყო მართლაც რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა და სწორედ ამ და სხვა უამრავ ჩვენ ისტორიულ გამოცდილებაზე ალბათ აღარასოდეს ქართველი ხალხი არ მოიყვანს ხელისუფლებაში ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამას აკადრებს და რომელიც ამას თავს დაატეხავს საკუთარ ხალხს. მადლობა. მადლობა ბატონო ირაკლი ქადაგიშვილი. დიახ, მე ცოტა მოგვიანებით ჩავერთვე კომისიის მუშაობაში და მაგრამ ის დინამიკა, რომელიც ამ კომისიის მუშაობას ახასიათებდა, მაშინვე გრთავდა მუშაობის ამ ფერხულში. აქ სწორი შეფასებები გაკეთდა და დავამატებ მხოლოდ ერთს, რომ ეს არის არა მარტო სამართლებრივი დოკუმენტი, არამედ ეს არის პოლიტიკის დოკუმენტი და ალბათ საქართველოს პარლამენტს პირველად მოუწევს სწორედ სამართლებრივთან ერთად ასეთი ხარისხის და დონის პოლიტიკის დოკუმენტის მიღება. და მთავარი აქ რაც ითქვა ჩემი კოლეგების მიერ, შეუერთდები, რომ ამ დასკვნამ, ამ დოკუმენტმა უნდა განაპირობოს უკეთესი პოლიტიკის ჩამოყალიბება საქართველოში. ეს არის საბოლოო მიზანი, რაშიც ამ დასკვნის შედეგები უნდა აისახოს და კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგანს და განსაკუთრებით რა თქმა უნდა კომისიის თავმჯდომარეს ქალბატონ თეას ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ ეს იყო ამავდროულად ჩემთვის როგორც ერთი ადამიანისათვის კიდევ ძალიან დიდი გამოცდილების მიღება და შეძენა თქვენთან ერთად მუშაობის პირობებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. მადლობა თქვენ ყველას პირიქით და ასევე მადლობას ვუხდით ბატონ პაატასალიას, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში იყო ჩვენი კომისიის წევრი და შემდეგ გადაინაცვლა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე. მასაც მოუწია ძალიან ბევრი შრომის ჩვენთან ერთად გაწევა, ამიტომ მადლობა ბატონ პაატას. მეგობრებო, თუ სხვა მოსაზრებები არ არის, ჩვენ მაშინ ასე მოვიქცეთ, რომ პირველი ვიკითხავ, ხომ ყველა მომხრეა იმისა, რომ შემოსული განცხადებები ამ დასკვნის განუყოფელ ნაწილად იქცეს, ხომ არ არის ვინმე წინააღმდეგი და კენჭისყრაზე ამის შემდეგ დავაყენოთ დასკვნის პროექტი, რომელიც თქვენს წინაშეა წარმოდგენილი, ვინ არის მომხრე, რომ დასკვნის პროექტს, რომელსაც თქვენ გაეცანით, გაცნობა ხდებოდა ეტაპობრივად, თავების მიხედვით, როგორც კი პროექტი ერთი კონკრეტული თავისად უკვე თავის შედგებოდა, წევრები ვეცნობოდით, შემდეგ ვამუშავებდით, ვასწორებდით და შემდეგ უკვე საბოლოო სახით აიკინძა ეს ყოველივე, რომელიც თქვენს წინაშეა წარმოდგენილი.
ვინ არის მომხრე, რომ დასკვნის პროექტი იქნეს კომისიის მიერ მხარდაჭერილი. მიღებულია ერთხმად, რაც აისახება, სიტყვა იყო დატოვებული ცარიელი პირველ ფურცელზე, რომ ერთხმად არის ეს დასკვნა. მიღებული, დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის და ალბათ არ იქნება ცუდი, როგორ იქნება თქვენი მოსაზრება, რომ ჩვენ გავაგრძელოთ კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მერე იმისთვის, რომ დაიბეჭდოს ეს დასკვნა, საქართველოს პარლამენტს აქვს ამისი შესაძლებლობა, შესანიშნავი სტამბა, თანამშრომლები და კარგი იქნებოდა ალბათ, რომ პლენარული სხდომისთვის ჩვენს კოლეგებს, ჩვენ სამუშაო ვერსიით კი არ გარეგნულად სამუშაო ვერსიის მქონე კი არა, არამედ მაგალითად დასტამბული წიგნის სახით დიზაინერი რომ თავის წვლილს შეიტანს ასეთი ფორმით, შევთავაზოთ თითოეულ ჩვენს კოლეგას პლენარულ სხდომაზე და დავბეჭდოთ ალბათ უკვე პლენარული სხდომის მერე მეტიც იმისთვის, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა წაიკითხონ. თუ არ არის საწინააღმდეგო აზრი, ასევე ბატონი თენგიზი ხშირად ამბობს თარგმანთან დაკავშირებით, რომ ითარგმნოს, იმიტომ რომ ამ დასკვნას ვინც წაიკითხავს, ნახავს, რომ ზოგიერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება თუ შეფასება საქართველოს მოქალაქისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაული თავის თავზე იწვნია, არის ხოლმე სრულიად გაუგებარი. და ამას განაპირობებს ის, რომ მოცემულმა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა არც კი იციან, რაში იცხოვრა საქართველო 2003-დან 2012 წლამდე. ეს დასკვნა მათ უნდა დაეხმაროთ ჩვენს გაგებაში, საქართველოს გაგებაში და იმ ქართველების გაგებაში, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან და აღარ სურთ ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული პირების ხელისუფლებაში მოხვედრა. ამიტომ რა კი ქართული მათ არ იციან, ბატონი ალუდა მიანიშნებდა, რომ ქართული ასეთი განსაკუთრებული ფენომენი და ენაა, ეს მართლაც ასეა, ალბათ უნდა ვისურვოთ, რომ ითარგმნოს ეს მინიმუმ ინგლისურ ენაზე. ამიტომ თუ წინააღმდეგნი არ იქნებით, ჩვენ უკვე დღეიდან დავძრავდით პროცედურებს, როგორც თარგმანის, ასევე პირველ რიგში დასტამბვის, დაბეჭდვის მიმართულებით. დიდი მადლობა, ჩვენ ამით ვასრულებთ მუშაობას და თუ გექნებოდათ რამდენიმე წუთის ხდომის ღია ნაწილის დახურვის შემდეგ ჩვენ სამუშაო რამდენიმე წუთიანი შეხვედრა გვექნება ადმინისტრაციულ პერსონალთან იმისათვის რომ მათ ჩვენ კომისიის სახელით მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადოთ. მადლობა საზოგადოებას, ვინც გვისმენდა, თვალყურს გვადევნებდა, კითხვებს გვისვამდა, გვამხნევებდა და მე ვიცი არაერთი ადამიანი, რომელიც ხდომის მიმდინარეობისას გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას ტიროდა, როდესაც უსმენდა იმ ძალიან ბევრ მსხვერპლს იმ უბედურების, რაც მიხეილ სააკაშვილმა თავს დაატეხა თავის სამშობლოს ხალხს, ეს ძიმე მოსასმენი იყო. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ და ჩვენი კომისიის ბოლოს ხდომას დახურულად ვაცხადებ. გთხოვთ გამორთოთ პირდაპირ ეთერი.